ჩემი ამერიკული თავგადასავალი გრძელდება. წინა ორ გადაცემაში მხოლოდ ნიუ-იორკის ქუჩებში ვსეირნობდი და მის ცნობილ ადგილებს ვათვალიერებდი. მართალია ამ ქალაქში კიდევ უამრავი საინტერესო რამ დარჩა სანახავი, მაგრამ ამჯერად გადავწყვიტე ცოტახნით ხმაურს გავცლოდი და ნამდვილი ზამთარი მენახა. როდესაც ქალაქგარეთ გასვლას გეგმავდი, არაერთი ვარიანტი მოვინიშნე. თუმცა, საბოლოოდ არჩევანი Hunter Mountain-ზე შევაჩერე. ეს ადგილი თავიდანვე მომეწონა. დილიდანვე დავიძარით კურორტისკენ. წინ რამდენიმე საათიანი მგზავრობა და თეთრად დათოვლილი მთები გველოდება. ამერიკაში მოგზაურობისას არის რამდენიმე კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემონოთ. ვინაიდან ახლა გზად ვიყავით, შემოვიარეთ ერთ ადგილას, ვინაიდან მინდოდა დამეგემოვნებინა ბეიგელი, რომელიც არის ტრადიციული სენდვიჩი, რომელსაც დილით მიირთმევენ ძირითადად ამერიკელები, ვინაიდან ის ადგილები, სადაც ბეიგელის ყიდვა შეიძლება, მუშაობას იწყებენ დილის 4-5 საათიდან და მუშაობენ მაქსიმუმ დღის პირველ საათამდე. ბეიგელზე რო გითხრათ, ეს არის საფუარიანი ცნობი, რომელსაც ჯერ ხარშავენ, ხოლო შემდეგ აცხობენ. შეკვეთისას კი შეგიძლიათ შევუკვეთოთ თქვენთვის სასურველი შიგთავსით. ჩემ შემთხვევაში ავარჩიე კვერცხი, ბეკონი და ყველი, მაგრამ შესაძლებელი არჩიოთ ავოკადოთი, ან უფრო მეტად ბოსტნეული ბეიგელი დააგემონოთ, მაგრამ დილით მე ასეთი ბეიგელი უფრო მომეწონება, რომელსაც ახლა დავაგემონებ. გემრიელია. ბეიგელების ისტორია საუკუნეების წინ პოლონეთის ებრაულ თემებში დაიწყო. მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ებრაელმა იმიგრანტებმა ეს ტრადიცია ამერიკაშიც ჩამოიტანეს, სადაც ბეიგელმა მალევე მოიპოვა დიდი პოპულარობა. გზის უდიდესი ნაწილი გავიარეთ. დასთავარია გზიდან ხედავდი ლამაზ ამერიკულ დასახლებებს, რაც ასეთი მოგზაურობისას ერთიორად სასიამოვნოა. სულ რაღაც 10 კილომეტრი დარჩა ჩვენი მთავარი დანიშნულების ადგილამდე, თოვლი არ ჩანს, მაგრამ გზად უკვე საინტერესო პეიზაჟები იშლება ჩვენ თვალწინ და განსაკუთრებით ეს ჩანჩქერი მომეწონა, რომელიც არის კატერსკილის ჩანჩქერი, როგორც აბრიდან გებულობთ. ნიუ-იორკთან შედარებით საკმაოდ ცივა, შეიძლება ითქვას, რომ ყინავს კიდეც, მაგრამ რა თქმა უნდა თბილი ტანსაცმელი წამოღებული მაქვს და ერთი სული მაქვს მივიდე იმ ადგილას და იმედი დავიტოვა, რომ თოვლი დამხვდება, ან შეიძლება საღამოს მოთოვოს კიდეც. ამიტომ გავაგზავნებ ახლა გზას და რა იქნება ყველაფერს ერთად ვნახავთ. წავედით. ქალაქ ნიუ-იორკის გარშემო, უშუალოდ ნიუ-იორკის შტატში, რამდენიმე სათხილამურო კურორტია და თუ აქ მოგზაურობისას გადაწყვეტ, რომ ერთ-ერთ ასეთ კურორტს ესტუმროთ, თქვენზეა დამოკიდებული, რომელ მათგანს აარჩევთ. ჩვენ შემთხვევაში ავარჩიეთ Hunter Mountain, როგორც გითხარით და როგორც გათვლილი ქონდა, დაახლოებით 2 საათ ნახევარში ჩამოვედით ადგილზე და მაშინ მოვედი სათხილამურო ტრასაზე, რომ შემეხედა თუ რა სიტუაცია იყო. მართალია თოვლი არ არის გარშემო, მაგრამ თუ სრიალისთვის ჩამოხვალთ, ყოველთვის დაგვხვდებათ აქ თოვლი, ვინაიდან ხელოვნურად აყრიან თოვლს. როდესაც ინფორმაციას ვეცნობოდი ამ ადგილის შესახებ, ამოვიკითხე, რომ ის 55 კილომეტრი, რასაც აქ არსებული სათხილამურო გზები იკავებს, 100%-ით ყოველთვის დათოვლილი ყოფილა. ჩემ ერთგულმა მაყურებელმა იცით, რომ არ ვსრიალებ არც თხილამურზე, არც სნოუბორდზე, მაგრამ ამის მიუხედავად ასეთ ადგილას გამოსვლა, ჩაისუნთქო სუფთა ჰაერი, დატკბე არაჩვეულებრივი ხედებით და განიწვირთო მეგობრებთან ერთად, ესეც ზამთრის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ აქ ვიმყოფები, ახლა გავივლით, გავისეირნებთ, უბრალოდ შევხედავთ რა სიტუაცია და მეორე უკვე სახლისკენ გადავინაცვლებთ. სათხილამურო ზონა ზღვის დონიდან 487 მეტრიდან 975 მეტრამდე სიმაღლეზე მდებარეობს. კურორტი სამ სხვადასხვა ფერდობზეა გაშლილი და თავისი მრავალფეროვანი რელიეფითაა ცნობილი. რაც შეეხება ფასებს, საბაგიროთი ერთჯერადი სასრიალო ბილეთი არ არსებობს. ერთი დღის საფასური კი $179. კურორტი ასევე გამორჩეულია სასწავლო ცენტრით, რომელსაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული. დამწყებთათვის და ოჯახებისთვის აქ სპეციალური სავარჯიშო მთაცაა გამოყოფილი. მთის რელიეფი კი სამ ნაწილად.
დამწყებთა საშუალო და გამოცდილ მოთხილამურეთა ბილიკებად არის დაყოფილი. როდესაც დავიძარით სასირავდან დღევანდელი სახლის მიმართულებით, რუკაზე შევამჩნია ერთი ჩანჩქერი და გადავწყვეტ, რომ ჩანჩქერიც მოვინახულოთ, გავჩერთ მანქანა და ახლა ბილიკით მივემართებით ჩანჩქერისკენ. მაგრამ სანამ ბილიკზე დავიწყებთ სიარულს, მოვნახეთ საინფორმაციო დაფა, სადაც ასეთი რამ წერია, რომ აქ თურმე ცოდნია შავი დათვები, ამიტომ აფრთხილებენ ადამიანებს, თუ დაინახავთ ამ დათვს, იხმაურეთ და ნელ-ნელა უკან დაიციეთ სირბილის გარეშე. ამიტომ სანამ ახლა დაღამდება, მაქსიმალურად სწრაფად მოვინახულობთ ამ ჩანჩქერს და შემდეგ დაბრუნდებით მანქანასთან, რომ მშვიდად და წყნარად გავემართოთ ჩვენი დღევანდელი სახლისკენ, სადაც ღამეს გავატევთ. ფეხით სიარულით კი დაახლოებით 5 წუთი დაგვჭირდება, როგორც საინფორმაციო დაფისგან შევიტყვეთ. მოვახციეთ ამ ჩანჩქერთან, რომელიც სანახევროდ გაყინულია, თუმცა იმდენად ძლიერია, რომ მხოლოდ ქვედა ნაწილები შემორჩა გაყინული, ჩანჩქერი რა თქმა უნდა გადმოედინება და ეშვება ულამაზეს ხეობაში. აქედან როგორც ხედავ, ბილიკებიც არის სალაშქრო, ამიტომ ადამიანები მოდიან აქ, ლაშქრობენ, სხვადასხვა ხედიდან ტკბებიან ამ არაჩვეულებრივ ჩანჩქერით, რომელსაც კატერსფილის ჩანჩქერი ქვია. როგორც ჩანს, ის ჩანჩქერი, რომელიც ჩვენ დღეს მოვინახულეთ, ერთ-ერთია კატერსფილში და ამ ჩანჩქერსაც იგივე სახელი ქვია. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ცივა, -7 გრადუსია ახლა და დიდხანს გაჩერება მაინც და მაინც არ არის მიზა შეწონილი. დავტკბი ამ ხედებით, ახლა კი გავირბენ მანქანისკენ, რომ თბილ სახლში მივიდეთ. ესაც ბილიკს დავადექი, კიდევ ერთი ბილიკი შევარჩიე, რომელიც ქვემოთ ჩადიოდა და ამაინტერესა თუ რა იყო და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ისე, რომ ახლა ამ ჩანჩქერის სათავეში ვიმყოფები, სადაც ჯერ მდინარეა და უკვე აპირებს გადაშვებას ქვემოთ. ულამაზესი სანახაობაა. ძალიან გავიმართა, რომ ეს ბილიკი შევამჩნიე და აქ აღმოჩნდი. როგორც ხედავ, კიდე არის ერთი ადგილი და ახლა იქით გადავინაცვლებ, ოღონდ ძალიან ფრთხილად, ვინაიდან საკმაოდ მოყინულია ეს ტერიტორია და ვეცდები, რომ ფრთხილად მივახლოვდე კარგ და ლამაზ ხედს. აი ახლა ჩავდივარ და წესით აუ რა ლამაზი რაღაცა. აი ესეთ მშვენიერებასთან ამოვედი. ულამაზესია. ძალიან მაგარი. განსაკუთრებით ის არის შესანიშნავი ამ შემთხვევაში, რომ რაღაცები დაგეგმილი იყო, მაგრამ ასე დაუგეგმებოდ, რომ ასეთ ლამაზ ადგილას მოხვდები, კიდევ უფრო საინტერესოა. აქ მართლაც ულამაზესი ბუნება და ჩანჩქერები დაგვდა. მიხარია, რომ ამ ადგილის მონახულება შევძელი. მართალია, ძლიერი ქარი ყინვას კიდევ უფრო ამძაფრებდა, მაგრამ ახლა უკვე სახლისკენ მივდივარ. რაც შეეხება ღამის თემას, აქ ძირითადად კოტეჯები ქირავდება. დიდი მოთხოვნის გამო ჯობს ადგილი წინასწარ დაჯავშნოთ. 2-დან 4 ადამიანზე გათვლილი კოტეჯის ერთი ღამის საფასური საშუალოდ $350. კოტეჯები სუფთა მოწესრიგებული და მყუდროა.
Thunder Mountain-დან კვლავ ნიუ-იორკში დავბრუნდი. მართალია უკვე ბევრი ადგილი მოვინახულე და თქვენც გაგიზიარეთ, მაგრამ ეს ქალაქი ამოუწყურავია. ის ულებად გვთავაზობს როგორც სანახაობრივ, ისე ისტორიით დატვირთულ ადგილებს. საკმაოდ ქარიანი ამინდია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩემთვის, რომ კიდევ რამდენიმე საინტერესო ადგილი მენახა და თქვენთვისაც გამეზიარებინა. თუ მანჰეტენზე სეირნობას გადაწყვეტთ, თქვენზეა დამოკიდებული, რომელ მარშრუტს აარჩევთ. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია თუ რა ადგილების მონახულება გენდომებათ. მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა გადავწყვიტე, რომ კონკრეტულ ადგილას მოსულიყავი და გამევლო ბილიკზე, რომელსაც ჰაილაინი ეწოდება და ის აკავშირებს ჩელსსა და მიდთაუნს. ამ ბილიკის სიგრძე 2 კილომეტრი და 300 მეტრია. ამ ადგილმა დამაინტერესა იმის გამო, რომ როდესაც აქ გაისეირნებთ და დაათვალიერებთ გარემოს, დაინახავთ ლიანდაგებს. რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან გასულ საუკუნეში ეს ადგილი იყო ნიუ-იორკის მეტროს რკინიგზის ნაწილი. თუმცა მოგვიანებით მიატოვეს, ვინაიდან აღარ გახდა საჭირო ამ ადგილის გამოყენების. ამიტომ 21 საუკუნის დასაწყისში გადაწყვიტეს, რომ ეს მიტოვებული ადგილი გაეცოცხლებინათ, გაემწვანებინათ და გაეკეთებინათ აქ სასეირნო ბილიკი და მოსასვენებელი სივრცე. 2006 წელს დაიწყო ასეთი სივრცის მოწყობა და ეტაპობრივად გაიხსნა 2009, 2011 და 2014 წლებში. აქ გადაადგილებას დავინახავთ, რომ ლიანდაგებს შორის ამოსულია ხეები, მცენარეები, ასევე მოწყობილია სივრცეები, სადაც შეგიძლიათ ჩამოხდეთ, დაისვენოთ, განიტვირთოთ, მეგობრებთან ერთად იქნება ეს თუ ოჯახის წევრებთან ერთად. ამავდროულად, როდესაც ამ ბილიკს გავდივართ, შეგვიძლია დავათვალიეროთ ნიუ-იორკის არქიტექტურა და საინტერესო ლამაზი ქუჩები. ამიტომ ნიუ-იორკში მოგზაურობისას თუ დრო გექნებათ, გირჩევთ, რომ თქვენს გაიაროთ ეს ბილიკი. ჰაილაინიდან ჩელსი მარკეტში გადავინოცვლე, სადაც ძირითადად თქვების ობიექტებია თავმოყრილი. აქვე ფასებზეც გეტყვით 2-20 სიტყვას. ზოგადად შეერთებული შტატები საკმაოდ ძვირი ქვეყანაა, თუმცა აქ ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ არჩევანი დიდია. ყოველთვის გაქვს შესაძლებლობა შენი ბიუჯეტის შესაბამისი მომსახურება მიიღო. ამ დღეების განმავლობაში რამდენიმე განსხვავებულ ადგილას ვისადილე და წავიხემსე. საკმაოდ მისაღებ ფასად. ნიუ-იორკში თავისი მასშტაბიდან გამომდინარე არაერთი ნავსადგურია, მაგრამ მე შევარჩიე 54 ნავსადგური, ვინაიდან ეს ნავსადგური დაკავშირებულია ტიტანიკის კატასტროფასთან. როდესაც 1912 წლის 15 აპრილს მოხდა ეს ტრაგედია, დაიღუპა 1500 ადამიანი, ხოლო გადარჩა 75 ადამიანი და პერსონალი. ეს გადარჩენილი მგზავრები წამოიყვანა სამგზავრო გემმა, რომელიც სწორედ ამ ნავსადგურში შემოვიდა, სადაც ელოდებოდნენ ოჯახის წევრები და უბრალოდ მოქალაქეები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ამ ამბით. იმის მიუხედავად, რომ გარშემო აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვალა, ეს ძველი თაღი მაინც დატოვეს, რომელსაც ერთგვარად მემორიალური დატვირთვა აქვს. ის ადამიანებს შეახსენებს იმ ტრაგედიას, რომელიც წლების წინ მოხდა ატლანტიკის ოკეანეში და უამრავი ადამიანი ემსხვერპლა. ნავსადგომიდან მდინარე ჰუდსონის სანაპირო ბულვარს მივუყვები, საიდანაც ნიუ-ჯერსის ხედები იშლება. მდინარე ჰუდსონი ატლანტის ოკეანის აუზს ეკუთვნის და მისი სიგრძე 5-7 კილომეტრია. მის ნაპირებზე რამდენიმე დიდი ქალაქია გაშენებული, მათ შორის, რა თქმა უნდა, ნიუ-იორკიც. ევროპელთაგან ჰუდსონი პირველად იტალიელმა ჯოვანი და ვერაძანომ აღმოაჩინა 1524 წელს. მოგვიანებით 1609 წელს მდინარე ინგლისელმა მეზღვაურმა ჰენრი ჰუდსონმა გამოიკვლია, რომლის პატივსაცემადაც ეწოდა მას ეს სახელი. ჩემთვის მდინარე ჰუდსონი პირველ რიგში იმ შემთხვევასთან ასოცირდება, როდესაც პილოტმა ჩესლი სალენბერგმა აქ სასწაულებრივი საავარიო დაშვება განახორციელა. მან 155 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და მთელი მსოფლიოს პატივისცემა დაიმსახურა. ეს ისტორია აღწერილია მხატვრულ ფილმში „სალი“. ელის აილენდი იგივე ელისის კუნძული ნიუ-იორკის ნავსადგურში მდებარე ისტორიული ადგილია, რომელიც 1892 წლიდან 1954 წლამდე შეერთებული შტატების მთავარ საიმიგრაციო ცენტრს წარმოადგენდა. ამ პერიოდის განმავლობაში კუნძულმა 12 მილიონზე მეტი იმიგრანტი მიიღო. აქ ყოველდღიურად საშუალოდ 5000 ადამიანს ატარებდნენ, რომელთა შორის რა თქმა უნდა ქართველებიც იყვნენ. კუნძულზე ჩასვლისთანავე იმიგრანტები სამედიცინო და იურიდიულ შემოწმებას გადიოდნენ. ეს პროცესი, როგორც წესი, რამდენიმე საათს გრძელდებოდა. ზოგიერთ იმიგრანტს დამატებითი შემოწმებისთვის აკავებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობამ ქვეყანაში შესვლის უფლება მიიღო, მცირე ნაწილს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან იურიდიული ხარვეზების გამო უარი უთხრეს. ამიტომ
ბევრი ოჯახისთვის ელის აილენდი ან დიდ სიხარულთან, ან ტკივნეულ განშორებასთან ასოცირდება. ნიუ-იორკის ქუჩებში გადაადგილებისას არაერთ კედლის მხატვრობას შევხვდებით, რომლებიც მოგეწონებათ მიგიზიდავთ და ალბათ ფოტო-ვიდეოსაც გადაიღებთ. თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებულია ჩემთვის და ალბათ თითოეული ქართველისთვის. ახლა სწორედ ამ კედლის მხატვრობასთან მოვედი, რომელიც მანჰეტენზე, ვესტვილიჩში ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზეა შესრულებული. აქ გამოსახულია 5 იმიგრანტი, რომელიც ერთი საუკუნის წინ ჩამოვიდა ამერიკაში, რომელთა შორის არის ერთი ცნობილი გურული მხედარი შვიდობაძე. თქვენ იცით გურული მხედრების მოგზაურობისა და სხვადასხვა შოუში მონაწილეობის შესახებ, რომლებიც ძალიან ცნობილები იყვნენ მთელი ამერიკის მასშტაბით. ახლა კი, როდესაც ამ ხელა ქალაქში მოგზაურობ, გადაადგილდები, სეირნობ და შენ თანამემულეს ასეთ ნამუშევარში აღმოჩენ, ძალიან სასიხარულოა. გურული მოჯირითეების პირველი ევროპული ვოიაჟი 1892 წელს ინგლისიდან დაიწყო. სწორედ ამ პერიოდში ამერიკელი შოუმენი ბუფალო ბილი მთელ მსოფლიოში საუკეთესო მხედრებს ეძებდა. მისმა წარმომადგენლებმა მაშინდელ რუსეთის იმპერიაში არჩევანი სწორედ გურულებზე შეარჩერეს. უკვე 1893 წლიდან ქართველი მხედრები ამერიკას ეწვივნენ და 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბუფალო ბილის შოუებსა და სხვადასხვა ცირკებში გამოდიოდნენ. თუმცა მაშინ ისინი რუსი კაზაკების სახელით იყვნენ ცნობილი. კვლევარი ირაკლი მახარაძის დიდი ძალისხმევით ამერიკის შეერთებული შტატების არაერთ მუზეუმში ეს შეცდომა გასწორდა. რუსი კაზაკების ტიტული ქართველი მხედრებით შეიცვალა და ეს პროცესი სხვა ისტორიულ წყაროებში თანდათანობით გრძელდება. ბოლო წლებში ამერიკაში ქართველი იმიგრანტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მათი უდიდესი ნაწილი სწორედ ნიუ-იორკში, კერძოდ ბრაიტონ-ბიჩის უბანში ცხოვრობს. აქ ქართველების გარდა ბევრ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგენლებსაც შეხვდებით, რის გამოც იმ ადამიანებს, ვისაც ენის ბარიერი აქვთ, გზის გაკვლევა უფრო უადვილდებათ. ქართველები სხვადასხვა სფეროში არიან დასაქმებულნი და ხშირად ეხმარებიან თანამემამულეებს. იქნება ეს საბანკო სექტორი, მობილური კავშირგაბმულობა, საადვოკატო ბიუროები თუ სხვა. ბრაიტონზე ასევე არაერთი ქართული რესტორანი და სწრაფი კვების ობიექტია. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული სამზარეულო მანჰეტენის ცენტრალურ უბნებშიც საკმაოდ პოპულარულია. იქ მომსახურების ხარისი უმაღლეს დონეზეა, რაც ძალიან მახარებს. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ქართველები ასეთ დიდ ქალაქში წარმატებით საქმიანობენ. რა თქმა უნდა, სამშობლოდან და ახლობლებისგან შორს ყოფნა ძალიან რთულია, ამიტომ თითოეულ მათგანს დიდ წარმატებასა და დასახული მიზნების მიღწევას უსურვებ. ჩემი მოგზაურობა ნიუ-იორკში დასასრულს უახლოვდება. ბოლო საღამოსთვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილი დავჯერდე, რომელიც როკფელერ ცენტრში მდებარეობს, ამიტომ გეზი სწორედ იქით ავიღე. როკფელერის ნაძვისხე ზუსტად როკფელერის შენობის გვერდით მდებარეობს. აქვე არის ცნობილი NBC სტუდიაც და ახლა მე ვიმყოფები შესასვლელში, საიდანაც შესაძლებელია ამ შენობის ბოლო სართულზე ასვლა. საიდანაც არაჩვეულებრივი მხედი იშლება 360 გრადუსით შეგვიძლია დავათვალიეროთ ნიუ-იორკი. აქ შესასვლელი ბილეთის ფასი დამოკიდებულია თუ დღის რომელ მონაკვეთში გადაწყვეტ მის მონახულებას. შეგიძლიათ მოხვიდეთ დღის განმავლობაში, მზის შესვლისას ან ღამით. მე ღამის პერიოდი შევარჩიე და ბილეთის ფასი $70-მდე გამოვიდა. რამდენიმე წუთში უკვე ჩავდგები რიგში, რომ შევიდე და დაიწყოს ეს ტური და თქვენთან ერთად აღმოვაჩინო ნიუ-იორკის ის დაუწყარი ხედები, რომელიც როგორც უკვე გითხარით, ისი ბოლო სართულიდან იშლება. რიგში დიდხანს დგომა არ მოგვიწია და შენობაში მალევე შევედით. ზედა სართულზე ასვლამდე რამდენიმე წუთიანი ფილმი გვაჩვენეს, რომელიც ცათამბჯენის აგების ისტორიასა და ტურის დეტალებს აღწერს. ლიფტით 67 სართულზე ავდივართ, საიდანაც სხვადასხვა დონეზე გადასვლა და ქალაქის პანორამული ხედებით კვებაა შესაძლებელი. ამოვედი ბოლო სართულზე, სადაც უკვე მთლიანი ხედი იშლება მართლა 60 გრადუსით. აი ახლა გაჩვენებთ, რომ რა ხედია ჩემს უკან, თუმცა ბევრს აღარ ვილაპარაკებ, უბრალოდ მაქსიმალურად ბევრ ლამაზ ხედს გადავიღებ და გაჩვენებთ.
აქ ამოსვლა და ამ ულამაზესი ხედებით კვება ისეთი გამოცდილებაა, რომელიც ნიუ-იორკში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა გამოსცადოთ. როდესაც სათამჯენების სახურავზე 260 მეტრის სიმაღლეზედ გახარდა ამ ჯადოსნურ პანორამას გადახურებ, ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს სამყაროს ცენტრში ხარ და ყველაფერი შენ ხელთან. აქ თავდება ჩემი ნიუ-იორკული თავგადასავლები. მაქსიმალურად ვეცადე, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული და მრავალფეროვანი ადგილები მეჩვენებინა თქვენთვის, რომ აქაური ნიუ-იორკისთვის დამახასიათებელი საახალწლო, საშობაო ატმოსფერო გამეზიარებინა. იმედი მაქვს, თქვენც ჩემთან ერთად იმოგზაურეთ და თითოეული ადგილი მოგეწონათ. ჩემი ფრენა უკვე ხვალ არის და დაბრუნდები სამშობლოსკენ. ასე დამგვარად კვლავ ნიუ-იორკიდან მოგესალმებით. მართალია გუშინ დაგემშვიდობეთ თქვენც და ვემშვიდობებოდი ნიუ-იორკსაც, მაგრამ როდესაც აეროპორტში მივედი რომ გამევლო რეგისტრაცია ფრენისთვის, დაიწყო თოვა და იმდენად ძლიერად გათოდა რომ ორივე აეროპორტი დაიკეტა როგორც კენდისენ ლაგვარდია და ასობით ფრენა გაუქმდა. ადგილზევე გავარკვე შემდეგი ფრენის დეტალები და ისე აღმოჩნდა რომ 2 დღის შემდეგ მომიწევს დაფრენა. თუმცა საერთოდ არ დამწუხრებულ ვარ, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ თუ ჩარჩენ ალბათ ჯობს ასეთ ლამაზ გარემოში და ნიუ-იორკში ჩარჩე. ზოგადად, როდესაც ფრენა 3 საათი დაგვიანდება, ან უფრო მეტით, შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია, ასევე სასტუმროში განთავსება და კვება, მაგრამ ვინაიდან ახლა დიდთოლობა და სტიქია თითლება, ეს ფორს-მაჟორული სიტუაციაა და სამწუხაროდ არ შეგიძლიათ არანაირი კომპენსაციის მოთხოვნა. ამიტომ, როდესაც ასეთ პერიოდში მოგზაურობთ, ასეთი რისკებითაც მზად უნდა იყოთ, ვინაიდან ადამიანებს უწევთ, რომ იმ ღამესვე სასტუმრო იპოვონ, რა თქმა უნდა ეს დაკავშირებულია ხარჯებთან და შესაძლოა ხელი შეგეშალოთ ბევრ საქმეში. მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც აეროპორტიდან წამოვედი უკან, სპეციალური მანქანები გვეყრდიან ბარელს, წმენდნენ გზებს, თუმცა ამის მიუხედავად რამდენიმე მოსრელებული მანქანაც კი შევამჩნიე. ასევე, როდესაც გათენდა და მომინდა რომ ასეთ ლამაზ გარემოში გამოსულიყავი და გამესეირნა, ჩემ და გასაკვირად ჩვეულებრივ პარკებშიც კი უკვე ადამიანები მუშაობდნენ გასაწმენდად, ასევე მანქანები. ამასთან მოსახლეობა ერთგვარად ვალდებულია, რომ თავისი ეზო ბილიკები მოაწესრიგოს, რათა მოსიარულეებს ხელი არ შეეშალოთ გადაადგილებაში, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია სტიქიასთან ბრძოლის საქმეში. რადგან ისე მოხდა, რომ კვლავ ნიუ-იორკში ვარ, ვეცდები, რომ ეს 2 დღე მაქსიმალურად კარგად გამოვიყენო, დავისვენო, გამიტვირთო და უკვე შემდეგ დავრუნდე სამშობლოში. ...2025 წელი მართლაც მრავალფეროვანი. არაერთ ქვეყანაში ვიმოგზაურე და ჩემი დღიური ევროპული, აზიური თუ ამერიკული თავგადასავლებით შევავსა. მადლიერი ვარ თითოეული ამ მოგზაურობის და რა თქმა უნდა თქვენი, ვინც მუდამ ვირტუალურად დამყობით ჩემს მოგზაურობებში და ზურგს მიმარებთ. წინ 2026 წელი და უამრავი ახალი, შთამბეჭდავი აღმოჩენა გველოდია.